გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დღეს 8 მარტია, ყველას გილოცავთ, დედებო, ბებიებო, მანდილოსნებო. დღეს ყველა დღე, ახლა 3 მარტი დედის დღე იყო მარტო და ვინც დედა, იმას ულოცავდნენ და 8 მარტი ყველა პატარა ქალბატონეს და დიდი ქალბატონით დამთავრებული ყველას ეძღვნება. ამიტომ გილოცავთ, ყოფილიყავით ბედნიერები, ჯანმრთელები, პოზიტიურები. სირთულეების მიუხედავად და რა ვიცი, ყველაფერ კარგს გისურვებთ. ხა მე და დედამ გადავწყვეტეთ დღეს მოვიწყოთ ჩვენთვის 8 მარტი და დავასვენოთ ჩვენი სამზარეულო, არაფერს არ ვაკეთებთ და დავიჯექით მანქანაში და მივპაკუნოთ აგერ სოფელში. ხა მივკრივართ უბრალოდ მივქიქინებთ. აგერ გადავხვიეთ ახლა ცხენთან რომ ვარ ციხეში და მივადგებით ცოტა ხანში ჩვენ სოფელს მივდივართ დედაჩემის ძმასთან, როგორც იცით, მეც იქვე ვარ მეზობლად გათხოვილი და შორს არ წავსულ ვარ და ასე ბებიის საფლავზე გავივლით, მიუტანთ თაიგულს, ხო, მერე ბიცოლასთან მივართ, იმასაც მივართ მე ყვავილებს. ვიყიდეთ დიდი ტორტი, ხო და მოგვიდუღებს ჩვენი რძალოკა კოფეს და დავიჯებით და ვიჯორიკნებთ რამდენადაც ამის საშუალებას მოგცემს ჩემი ბიძაშვილების ერთის გამეიკა ბაღნები წვრილ წივილ კივილში. მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ბედნიერება არის და ისეთი ხალისია, ღმერთო ყველა ოჯახს მიეცი. ასე გიგავთ დედა დღეს ჩავატაროთ ეს დღე. დაიამ დარეკა სახლში იყო თითონიკ იტალიაში და მოგვილოცა, გვეჭორავა. ხო, წამოვედით ახლა აგერ და ახლა ჩვენი სოფლის გზა გაჩვენებდით, მაგრამ ისა მეშინია ვერ ეგ რა ქვია. ეს ტელეფონი გადამივარდება საცხ. ასე მე მაგალითად ახლა ეს არ არის გამოსული ჯერ ტყე, ხო და ტყე რო გამოვა, მერე აი ესე რო ჩართავ იმას და მე რო აქვთ ხოლმე ჩართული და მიდიან გზაზე, ვაიმე რა სასიამოვნო საყურებელია. აი ახლა აქ რო გამოვა ფოთლები და ხეები და სიმწვანე ისეთი სილამაზეა ხალხო. მუხრანი დღე. ხო. ეს ნაჯამეთის ნაკრძალი ვაციხე დამთავრდა და ახლა დაიწყო აჯამეთი. ასეთი სილამაზე არის. აქ არის უამრავი სოკო, მე აქედან გადასვლა არ შეიძლება. ხო და ეს გზა არის ჩემი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი გზა. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა დედას მოვყავდი სოფელში და ბებია მელოდებოდა იქ. ახლაც მიხარია ჩემი ისეთი ბიცოლა და ბიძია მყავს და ბიძაშვილები. ოჯახი, არ ვიცი, ზოგიერთი თავის ოჯახში არ მივა ისე ლაღად და გემრიელად, მე რო იქ მივდივარ, მაგრამ ყოველ შემთხვევით ის ბებია რო გეგულება, მაინც ის სხვა. მე ისეთი ბებია მყავდა, ოთარანთქრივის დამაგვარი. ყველაზე ტკბილი და ყველაზე გემრიელი ფუმფულა ბებია მყავდა. სოფიკოც მასი ამბობს. ხო, ყველას თავის ბებია უყვარს, მაგრამ მე რო მყავდა ისეთი არავის არ ყავდა. რაიცია. იმიტომ რომ ჩემი ბებია იყო. ასე იყო ხოლმე გამოყურებული და ავტობუსი მაშინ ადრე თუ გახსოვთ, ყვითელი ავტობუსები იყო დედა. ყვითელი ავტობუსები. ჩახრეკინა ყვითელი ავტობუსები დასაჯდომს. თუ ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნაჯდომი სული იმ ავტობუსში. დანარჩენს უპერზე ვიდექდები ცხოვრებ. ხო და სიხარულით რო დაინახავდა ბებია. ვაიმე რა ფერმი
ხარო. ახლა ჩემი მანქანით მივქრივარ აგერ და მივაქროლებ ჩემ ბებიკოს და ორი მანქანა დავამტვრია ამ გზაზე. ხო, მაშინა ხა ისეთი გზები იყო და რა ვიცი, მართლა შენი მანქანის გარდა ვერ მივიდა აქანა და ახლა კიდე კაი რამოდენიმე წელია გაგვიკეთენ გზა და გადკიცინებული არის მինჩე 15-20 წუთში ჩასული ხარ უკვე. მე ახლა ძალიან ჩქარ არ დავდივარ, ნელა დავდივარ. არც ისე დიდი ხნის მძღოლი არა ვარ, ამიტომ ჯობია ვიაროთ ნელი. ასე რომ ჩემოკარგებო, ახლა დაგემშვიდობებით და მე გაგიზიარებთ კიდე სოფლის ვიდეოს. აგერ ძალმა დატრიალდა და მარტო ყავაზე და ესა რა ქვია, ტორტზე არ გადაგვატარა. აგერ გაუკეთებია ყველაფერი და დაგვახოთრა და არა ვიდეოში გამოჩენა არავის არ უნდა. ძალმა აგერ მომართვა სოუზი და ჭამე და მოუსვიო, მე მგონი ხმამაღლა არ უთქვია ისე, მაგრამ აგერ ბიძა ჩემი ზის სტოლის თავში ფრას თანდათან ემატება და მე უყურებ პერეკოსად, რას მოგვიტანს რძალი. რა ვიცი, გადამიკედო უკეთ კუპატი და ხორცი და ბაჟე და ჰაჭაპურები და კაი ყველი და კაი ცივი კამპოტს აგერ მივირთმევ. ხონა ასე ვარ მომსახურებაში და კაია კაი რძალი, კაი ბიძია. რატო მე დავიწოდი? ფეჩი, კაია სოფელში ფეჩი.